თავიდანვე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Pushback-ზე. მე ვარ იერა კეი, თქვენი წამყვანი. ჩვენ ვცდილობთ დაუპირისპირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ ჩვენი დასავლეთი, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. თუ თქვენც ასე გძნობთ, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ ეს ვიდეო და გაავრცელეთაც. მადლობას გიხდით, რომ აქ ხართ. მამდანის ვიდეოებს ყოველთვის ვერ ვიტან. მოდით ნახოთ რა ქონდა თავის გასამართლებლად სათქმელი. გარდა ამისა, ვენის მოდელისკენ წასასვლელად ბაზარს უნდა გავცდეთ. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოებრივი მიწის ტრასტები, რათა ნელ-ნელა შევიძინოთ საცხოვრებელი კერძო ბაზარზე და გადავაქციოთ ის საზოგადოებრივ საკუთრებად. ჩვენ შეგვიძლია მოიჯარეებს მივცეთ უპირატესი უფლება შენობის გაყიდვისას თავიანთი მეპატრონეებისგან საცხოვრებელი გამოისყიდონ. და ჩვენ შეგვიძლია სრულად მიუძვნათ თავი სოციალური საცხოვრებლის ახალ ეპოქას. დავასრულოთ სუბსიდიები ფუფუნების საცხოვრებელი სახლების განვითარებისთვის და ჩვენი სიმდიდრე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ლამაზი, მაღალი ხარისხის სოციალური საცხოვრებელი პროექტები, რომლებიც ყველას თავაზობს კარგ სახლებსა და ძლიერ საზოგადოებებს. ჩვენ ვერ მოახერხეთ საცხოვრებლის დეკომოდიფიკაციას ერთ ღამეში, მაგრამ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და გვაქვს ისტორია, რომელიც გზას გვიჩვენებს. მართალია. საიდან მოდის ფული, მამდანი? საიდან აპირებთ ფულის აღებას? და კიდევ ათასობით ადამიანი ამჟამად აპროტესტებს მას, რადგან ეს იყო განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ აგრესიულ სამართლებრივ ზომერს, რომ მოვაცილოთ დაუდევარი მფლობელები და ქონების მმართველები. და იმ შენობებისთვის, რომლებიც ქრონიკულად უყურადღებოდ დარჩა, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საკუთრება გადავცეთ პასუხისმგებელ მმართველებს. და გამოიცანით, ვინ გადაწყვეტს, ვინ არიან ეს პასუხისმგებელი მმართველები. არავინ სხვა გარდა მერისა, რაც ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივად შეეძლება წაართვას უძრავი ქონება იმ ადამიანებს, ვინც შრომით მოიპოვა იგი, ვინც იმსახურებს მას და გადაწყვიტოს, სხვებს გადასცეს. ეს მშვენიერია, ზუსტად ასე მუშაობს ფული. მეურვეები, რომელთა შორის არიან სათემო მიწის ტრასტები, არაკომერციული ორგანიზაციები. ან თუნდაც თავად მოიჯარეები. პირდაპირ მნიშვნელობით, რასაც ის აქ ამბობს, არის კომუნიზმის საფუძველი, რაც ნიშნავს, ნუ იდარდებთ, ჩვენ მდიდრებისგან ავირებთ და ღარიბებს გადაუნაწილებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არასდროს მოხდება. და როგორც თქვი, ხალხი აბსოლუტურად გაბრაზებულია. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვკითხო საკუთარ თავს. როგორ შეიძლება, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი სულელური ადამიანები, რომლებაც ამ კაცს მისცეს ხმა და ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს ეს? ნეით ფრიდმენი, რა თქმა უნდა, საოცარ საქმეს აკეთებს ამ ყველაფრის გამომზეურებაში. მე აბსოლუტურად მიყვარს ეს კონტენტის შემქმნელი. რას ეთქვით იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ თუ მილიონერებს დააკისრებთ გადასახადებს, ისინი ქალაქს დატოვებენ და რომ ყველაზე მდიდარი 1% იხდის ქალაქის გადასახადების 40%-ს, რა მოხდება თუ ისინი წავიდნენ? რა არის თქვენი პასუხი? გულისხმობ, ისევ და ისევ, ეს არის უბრალოდ ელემენტარული მათემატიკა, რომელიც თუ არ ცდები, სავალდებულოა ყველა სკოლაში. აი ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. თითქოს უნდა ავიღოთ მათი ბიზნესი და ჩვენ თვითონ უმართოთ ქალაქისთვის. თუ ისინი თავიანთ ბიზნესს ფლორიდაში გადაიტანენ, გონია რომ შენ შეძლებ მის შენარჩუნებას. ანუ ისინი ვერ დატოვებენ შენობას, ვერც აიყვანენ მთელ თავიანთ სამუშაო ძალას ფლორიდაში, ხომ ასეა? ისინი ვერც აიგებენ ყველა იმ რესურსს, რაც აქ აქვთ ბიზნესის ასაშენებლად ფლორიდაში, ხომ ასეა? ეს უკვე სხვა საკითხია და სწორედ აქ იტყოდი, რომ ჩვენ ვქმნით ნამდვილ მოძრაობას, ხომ ასეა? რომ შევაჩეროთ ეს. ჩვენ ასევე გვინდა რომ მათთვის უკანონო გავხადოთ წასვლა, ხომ ასეა? არ გამოიყენო სიტყვა ლაიკი ხშირად წინადადებაში, ასე სულელურად ჟღერს. ამ შემთხვევაში ამ კაცს ბევრი არაფერი შეუძლია, რადგან თუნდაც სიტყვა ლაიკი ამოიღოს, მაინც სულელად ჟღერს, რადგან ასე ჩანს, რომ სწორედ ეს არის. მაგრამ სადეთ მოусმინოთ მის არგუმენტებს? ისინი პირდაპირ არაფერს ნიშნავს. სასტიკად დააჯარიმებდნენ, თუ ისინი აპირებენ თავიანთი ქონების მიტოვებას. ჩვენ სასტიკად დავაჯარიმებთ მათ, თუ ისინი აპირებენ თავიანთი ქონების მიტოვებას. რას ნიშნავს ეს საერთოდ? აი, ხომ ასეა. იმიტომ რომ აშკარად ხალხს მუშაობა სჭირდება, ხომ ასეა? ხალხს მართლა სჭირდება თავის რჩენა. ასე რომ ეს არის Charles Berry. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიგონია, ასობით ქუჩის ინტერვიუში, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ის ნიუ-იორკის საჯარო სკოლების მასწავლებელია. წარმოიდგინეთ ესეთი სისულელე, რომ ისმოდეს თქვენი შვილების კლასში. ის მასწავლებელია. ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა. ღმერთო ჩემო, ეს როგორ შეიძლება? და ეკითხებით საკუთარ თავს, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ვიღაცა მამდანი? ხალხო, ფიქრობ ეს თქვენთვის საკმაოდ ნათელი პასუხია.
ეხლა რაც ამ ყველაფერზე კიდევ უფრო გიჟურებთ, მეჩვენება ისაა, რომ თუ კალშიზე მამდანის შესახებ მოძებნით, რაც ამ ეტაპზე ალბათ უკვე უნდა იცოდეთ, ეს ამერიკაში პროგნოზების ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა. ეს გვიზიარებს იმას, რას ფიქრობენ ადამიანები რეალურად მიმდინარე მოვლენებზე და ისინი ამ ვიდეოს სპონსორები არიან. ასე რომ აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალშის აპლიკაცია და გამოიყენეთ კოდი MIRA, რათა მიიღოთ $10, როცა $10 ივაჭრებთ. კალში იწერება KALSHI და თქვენ ფულს დებთ იქ, სადაც თქვენი პროგნოზია. თუ მამდანის მოძებნით, ნახავთ კითხვას, რა სიტყვის მამდანი თავის განცხადებაში. ხელმისაწვდომობა. დააწესებს თუ არა მამდანი 1 მილიონზე მეტი შემოსავლის გადასახადს. ხელს მოაწერს თუ არა მამდანი აღმასრულებელ ბრძანებას ამ კვირაში. გაზრდის თუ არა მამდანი კორპორაციულ გადასახადებს. Times-ის წლის ადამიანი 2026 წლისთვის, მეგობრებო, ეს ხუმრობა არ არის. Ზორან ნამდანი და დონალდ ტრამპი რეალურად თანაბრად არიან. კარგი იმაზე თუ ვინ შეიძლება გახდეს Times-ის წლის ადამიანი. ეს კაცი მარტო ანგრევს შეერთებულ შტატებს, ამტკიცებს, რომ უნდა წაართვას ხალხს სახლები და გადაანაწილოს ისინი. პირდაპირ კომუნიზმი, მარქსიზმი, ყველაფერი რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ და მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კაცი შეიძლება გახდეს Times-ის წლის ადამიანი. შენთვის ეს იმდენად გასაოცარია, რომ სიტყვებიც კი არ მყოფნის ამის აღსაწერად. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ადამიანები ასეთი წარმოუდგენლად სულელები იყვნენ. მანდანი მოუტოდებს, რომ ქონების მფლობელები ჩამოაშორონ და საკუთრება გადაეცეს მოიჯარეებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს. ეს არის მისი გეგმა ამერიკისთვის, ეს არის მისი გეგმა ნიუ-იორკისთვის. და მაინც ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ ტიპს შეუძლია იყოს ნიუ-იორკის მაგალითად Times-ის წლის ადამიანი. ეს უბრალოდ თავგზას მირევს. რა სიტყვით ამაზე? მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ეს კაცი ფსიქოპათია და ისინი ებძვიან ამას. მოდით ვუყუროთ. და ღამითაც რომ დარწმუნდნენ, ყველაფერი წესრიგშია. მადლობა ნიუ-იორკის პოლიციას. კარგი, ამ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. ნახეთ, რამდენი ადამიანი მივიდა ზორან ნამდანის წინააღმდეგ გამართულ პროტესტზე. ნახეთ, რამდენი ადამიანი. ძალიან ბევრი ხალხია, ხო ესეა. და ეს ადამიანები ყველა ფიქრობენ, რომ ეს კაცი ფსიქიკურად არასტაბილურია. ეხლა თუ არიცით, რომ მამდანი არა მხოლოდ გიჟია ქონებისა და კაპიტალიზმის საკითხებში, არამედ ის ასევე ისლამისტია და უჭერს მხარს ისლამურ რწმენებს, რაც თავისთავად სიგიჟეა. მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ანტისემიტიზმი საგრძნობლად იზრდება. შეიძლება თქვენ არ გიყვართ ებრაელები, შეიძლება პირიქით ძალიან გიყვართ. ეს თქვენ გადასაწყვეტია. და თქვენი ინტელექტის დონეს მე შევაფასებ იმის მიხედვით, რომ მხარეს დაიჭერთ. იმიტომ რომ თუ სულელი ხართ, ერთ კატეგორიაში მოხვდებით. და თუ თქვენ გონიერ მოაზროვნე და მრავალფეროვან ადამიანად ითვლებით, მაშინ მეორე კატეგორიაში ხართ. თუმცა როცა გაქვს ქალაქი, სადაც ადამიანთა ერთმა ჯგუფმა დიდი ცვლილი შეიტანა ამ ქალაქში და შემდეგ მე პირდაპირ სიძულულს აღვივებს ამ ჯგუფის მიმართ, იქნება ეს ფინანსური თუ რელიგიური ჯგუფი, ხომ ასეა? ასე რომ ყავს ეს მილიარდელები და მილიონერები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს და ააშენეს ქალაქი. და მანდანი ამბობს, იცით რა? დაივიწყეთ ეგ. მოდი უბრალოდ წავართვათ მათ. და ყავს ებრაელები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს. და ის ამბობს, იცით რა? დაივიწყეთ ეგ. მოდი უბრალოდ კიდევ უფრო გაუმწვავთ მათ მდგომარეობა. ეს ის რაღაცაა, რასაც ხალხი ამჩნევს, იცით, რადგან ეს უკვე აშკარა ხდება და ამიტომაც წინააღმდეგებიან მას. და მინდა რომ შენ შეამჩნიო განსხვავება ამ პროტესტსა და სხვა ტიპის პროტესტებს შორის. აქ ამერიკის დროშებია, ხალხი მშვიდობიანად დგას და უკვე ნახეთ პრო-პალესტინური სტილის დროშებიც. ეხლა კიდევ ერთხელ ის დებატი, რომელიც ისრაელსა და ამერიკას ეხება და იმაზე არიან თუ არა ეს ორი რამ გაერთიანებული გულსატკენია, რომ აქამდე მივიდა საქმე, სადაც ხალხს მართლა გონია, რომ თუ ისრაელს უჭერ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ანტიამერიკელი ხარ, მაშინ როცა სინამდვილეში ისინი მოკავშირეები არიან. მაგრამ ეს ებრაელები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ და ამერიკის განვითარებაში მონაწილეობდნენ, პირველები არიან, ვისაც მამდანი ესხმის თავს. ცოტა უცნაურია, რომ ეს ხდება, უბრალოდ სიგიჟეა. ეხლა გახსოვდეთ, მანდანის დროს ქალაქი სულ მოიშალა, შეხედეთ ამას. ვეძებ კიდევ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქალაქში. დილა აქ ღრუბლებით იტყება. როცა ნიუ-იორკის დილას წარმოიდგინეთ ეს. მაგალითად წარმოიდგენთ სისტემას, სადაც ქალაქი უბრალოდ ბინძურია და ინგრევა, მე არა. და როცა ამბობენ რაღაცებს, მაგალითად ებრაელები პირველები არიან, ისინი საფრთხის პირველი ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ თუ ხალხი მათზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდი ხდება. ზუსტად ამას გულისხმობენ. ხო ესეა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ ადამიანს სჯერა ასეთი რაღაცების.
ჩვენ მივიღებთ აგრესიულ სამართლებრივ ზომებს, რომ მოვაშოროთ დაუდევარი მფლობელები და ქონების მმართველები. და იმ შენობებისთვის, რომლებიც ქრონიკულად უყურადღებოდ დარჩა, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ საკუთრება გადავცეთ პასუხისმგებელ მმართველებს. ზუსტად როგორ აპირებთ ამის გაკეთებას და როგორ განსაზღვრავთ, ვინ არიან პასუხისმგებელი მმართველები? ეს კომუნიზმია თავის საუკეთესო ფორმაში, რომელიც ნიუ-იორკში შემოდის, რათა ქალაქი შიგნიდან გაანადგუროს. მაგრამ როგორც მილიონჯერ თქვით, მამდანი მხოლოდ მამდანი არ არის. ის მაგალითია იმისა, რასაც ისლამისტები ცდილობენ. მათ მარცხენასთან ერთად ყველაზე გასაოცარ თანამშრომლობაში მიიღეს მონაწილეობა, უბრალოდ იმისთვის, რომ ისინი აბსოლუტურ სასარგებლო იდიოტებად გამოიყენონ, რათა თავიანთი ხალხი ხელისუფლებაში მიიყვანონ და თავიანთი იდეოლოგიები გაავრცელონ, რომლებიც დასავლეთს ანადგურებს. და თუ ოდესმე გსურდათ უფრო დიდი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად საშიშია მემარცხენე იდეოლოგიები ამერიკისთვის, უბრალოდ შეხედეთ, როგორ ავრცელებენ ამერიკის მტრები მათ ისევ და ისევ. და თქვენ გექნებათ ყველა მტკიცებულება, რაც კი ოდესმე დაგჭირდებოდათ. მამდანი მხოლოდ დასაწყისია. ის უბრალოდ პროტოტიპია, რომელსაც ისინი ცდილობენ ნახონ. შეუძლიათ თუ არა მათ თავიანთი კაცი ამერიკის ერთ დროს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში აირჩიონ. შეუძლიათ თუ არა მათ აიღონ ფლაგმანი ნიუ-იორკი და გადააქციონის ისლამისტურ მარქსისტულ ჯოჯოხეთად. შეუძლიათ თუ არა ეს. სამწუხაროდ პასუხი დადებითია. კარგი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან აბსოლუტურად სულელი ადამიანები, რომლებიც მასწავლებლებად მუშაობენ, ასევე არიან ათასობით ადამიანი, ვინც ამბობს, არა ძმაო, საკმარისია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვფიქრობ, რომ ამდანი წლის ადამიანი იქნება Times-ის მიხედვით და თუ იქნება, ეს უკვე ყველაფერს გეტყვით ჟურნალურ მედიაზე ამ ეტაპზე. ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხე აქაა და ეს რეალურია და რაღაც უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.